არჩილ გორდულაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი შემოგვიერთდა. პირდაპირ ეთერში ბატონო არჩილ საღამომშვიდობის მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამომშვიდობის მოგესალმებით, მივესალმეთ ჩვენს მაყურებელს. დიახ, უნდა დავიწყოთ დღის ერთ-ერთი მთავარი თემაზე საუბრით გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. ორი ეპიზოდია, რომელსაც იწიებს გამოძიება ჩორჩანაში პოლიციის აგუშაგოს გახსნა და 20 ივნისის მოვლენები 2019 წელს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ კონკრეტული პრეტენზიები აქვს საგამოძიებო უწყებას გახარიას მისამართით, მაგრამ ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა. ორივე ქმედების შემდეგ, რომლებიც ახლა არის გამოძიების შესწავლის საგანი, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი დააწინაურეს და ის აღმოჩნდა პრემიერის პოსტზე. დიახ. ფაქტები. ვისაუბროთ ფაქტებთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც სადაც პირდაპირ არის მედითებული, რომ სახელმწიფო ვალდებულია და საგამოძიებო სამსახურები ვალდებული არიან შეაფასონ მათ შორის ორგანიზატორების მოქმედებები და ჩვენ ვიცით, რომ 20 ივნისის შემდეგ ორმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, ბევრ ადამიანს აქვს წარუშლელი კვალი, ჯანმრთელობის ზიანება. დიახ. ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩორჩანასთან დაკავშირებით მილიონი კვადრატული მეტრზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი არ აქვს. ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის ფარგლებში არსებობს ტერიტორია, რომელიც სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დაიკარგა კვლავ ტერიტორიები და გიორგი გახარია საერთოდ პასუხსაც კი ვერ ცემს ჩვენ საოცრება ვიხილეთ საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, რომ ამ ადამიანმა შეძლო და ერთსა და იმავე საკითხზე 2 წუთის განმავლობაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები გააშხერა. და მათ შორის თქვენი სტუმარი, რომელიც მისი გუნდის წევრი იყო და სულ რამდენიმე წუთის წინ თქვენს ეთერში და თქვენსავე დასმულ კითხვებზე პასუხს ემდა, ვერ გასცა მარტივ კითხვას პასუხი. რომ ეხლა შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს და ადგილობრივ მოსახლეს შევიდეს დღეში და საყოფაცხოვრებო მიზნებით სხვადასხვა სამეურნეო, თქვათ, საქმიანობით დაკავდეს. ამავდროულად, დიახ, ფაქტია ისიც, რომ გახდა ადამიანი პრემიერ-მინისტრი და ვიხილეთ ღალატი და ნაცმოძრაობის გადასარჩენად და კონკრეტულად ნიკამელიას გადასარჩენად, მან გუნდს უღალატა და ამავდროულად ქვეყანად ჩააგდო დიდი გამოწვევის წინაშე, როდესაც კონკრეტული დამნაშავის მიმართ უნდა გატარებულიყო შესაბამის კანონით გათვალისწინებული ქმედებები, მაგრამ იგი გადადგა და მისი როგორც აღმოჩნდა თვითონვე გააკეთა განცხადებები, რომ კონკრეტულ დიპლომატთან ჰქონდა კომუნიკაცია. ცნობილი სტრასბურგის სასამართლო. აი მივდიოდი ზუსტად აქამდე. სამართლებრივის გარდა, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილში მაინც რატომ არ გახდა მისი პასუხისმგებლობა, რაც იყო მაშინ მესამე სექტორის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. უკაცრავად შეგაწყვეტინეთ ბოდიშკიხთით ამისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წელს იყო და შესაბამისად მაშინ არ იყო, როდესაც გიორგი გახარია იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოზიციას და ამავდროულად ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მათ შორის ჩვენი გუნდის შიგნითაც არ იყო სიმყარე და იყვნენ პირები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებდნენ იმ სახელმწიფოებრივ პოზიციას, რომელიცაც გამჭვალულია ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და შესაბამისად ჩვენი გუნდის ეხელთელი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა და ყველა. შეგვიძლია ბევრზე ვისაუბროთ, უბრალოდ კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების დასახელება არ გვინდა. დიახ, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მოღალატე გახარიას გადაყვნენ შემდეგ და ჩაყვნენ იმ ღალატის საპირისპირო თქვა გიგაფარულავამ თქვა, რომ არათუ პრეტენზიები და შენიშვნები პირიქით გიორგი გახარიას მისამართით მხოლოდ ქება ისმოდა. საინტერესო რამე თქვა მათ შორის. და ამავდროულად არც არსებობდა ის სისხლის სამართლებრივი მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაბამისი მტკიცებულები, რითაც შეიძლება რომ ბრალი წარდგენილიყო კონკრეტული ადამიანის მიმართ. ერთია ფაქტები და ამავდროულად რომელიც ყველამ ვიხილეთ და ამავდროულად მეორე არის უკვე მისი სამართლებრივი შეფასება. სამართლებრივი შეფასება ნახეთ დღეს გენერალური პროკურორის განცხადებიდან წარდგენილი ბრალიდან ეხლა გაქცეულ გიორგი გახარიას შეუძლია რომ თავისი სიმართლე ამტკიცოს სასამართლოში და თუ იგი არ დაკმაყოფილდება ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეუძლია
რომ წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში. გარემოებები გამოკვეთა მაშინ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩატარებულმა ხელახალმა გამოძებამ, ვიცით რომ ზაფხულიდან მიმდინარეობდა საგამოძებო მოქმედებები, ექსპერიმენტები დაზარალებულების მონაწილეობით. როგორც გენერალური პროკურორის განცხადებიდან ჩვენ მოვისმენთ, თქვენს ყველა საზოგადოებამ ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხნენ მოწმეები და თითოეულ ადამიანს ჩვენ გქონდა შესაძლებლობა რომ გვენახა ის ექსპერიმენტები, რომელიც დატარდებოდა და ამავდროულად თითოეული საკითხით რომ კონკრეტულად რა მოქმედებები იყო, რა ჩვენებებია და რა მტკიცებულებებია, ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის საქმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შემდეგ უკვე რომელთა განხილვაც სასამართლო პროცესზე შედგება, ხოლო მე რა თქმა უნდა კონკრეტულ სამართლებრივ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიების და ამავდროულად ბრალდების საქმე. ხელი საგამოძიებო უწყებას რომ ასე სრულფასოვნად ჩატარებულიყო ასეთი საგამოძიებო მოქმედებები. კარგი კითხვა, ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია რომ სამართალი როგორც ამბობენ ორმით დადისვა, მაგრამ ის აუცილებლად თავის გზას და კვალს ყოველთვის პოულობს და ჯობს გვერმინდრი არასდროს, შესაბამისად ეხლა როდესაც საგამოძიებო სამსახურის შესაბამისად მტკიცებულების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა რომ ბრალის წარდგენა მომხდარიყო, მოხდა ბრალის წარდგენა და გიორგი გახარიას შეუძლია რომ თავისი მართლა ამტკიცოს, როგორც უკვე ვთქვით. ამავდროულად ბატონმა გიგა ფარულავამ ერთი საინტერესო რამე თქვა, რომ სიტყვის თქმას და გამარჯვების თქმას ვერ უბედავდნენ და ალბათ ეს არის მათ პოლიტიკურ გუნდში მიღებული სტანდარტი, გახარიას ნათქვამი უსიტყვოდ უნდა შესრულდეს და თვალებში შეხედვასაც ალბათ ვერ უბედავენ და ზუსტად თავისი გადმოსახედიდან ისაუბრა და თავის თავზე განცდილი მათ შორის რეალობიდან ისაუბრა ბატონმა გიგამ, რაც ძალიან სამწუხაროა და ტრაგედია. ჩვენ მართლად ის ქება ყოფილი პრემიერის მისამართით, რომელიც თქვენი გუნდის ლიდერების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, ხომ? აქებდნენ, ამბობდნენ რომ მისი დაწინაურება მოხდა იმიტომ რომ ის იყო საუკეთესო, თქვათ, გუნდში, ძალიან ისეთი განცხადებები კეთდებოდა და მე მინდა გაგახსენოთ 2020 წლის 20 ივნისიდან 1 წლის თავზე ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადება, სადაც ეწერა რომ იერიშის სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთისას ეჭვგარეშე აუცილებელი მოგერების რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შესაწყეთად ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა, მედიის წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა. სამართლებრივის გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ამ შედეგებზე 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩაატარა. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა. ანუ აქ მინიშნებაც კი არ არის, თქვათ, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, თქვათ, მისამართით რაიმე კითხვებზე, ანუ ხელისუფლებას მაშინ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. 6 წლის თავზე, როდესაც აი ასეთი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი პრემიერის მისამართით, ხომ არ აქვს ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა და მოტივი, ამიტომ გეკითხებით. უკაცრავად აბსოლუტურად ვიზერებ თითოეულ სიტყვას, რაც თქვენ წაიკითხეთ. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური სიმართლე და ზუსტად იგივე თქვა სტრასბურგის სასამართლომაც. დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ 20 ივნისის ფარგლებში, რომლებიც თავს დაესხნენ სახელმწიფოს, რომლებიც თავს დაესხნენ პარლამენტის შენობას, რომელთა ქმედებებიდან გამომდინარე მათ შორის დაზიანდნენ პოლიციელების და სამართალდამცავებიც, ამავდროულად პირებს მიმართ, რომელმაც მიიღეს სხეულის დაზიანებები, ეს საკითხები აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, აუცილებლად უნდა მისულიყო გამოძიება ბოლომდე და ჩვენ ზუსტად ჩვენს ქვეყანას დარღვევა დაუდგინა იმ ნაწილში, რომ გამოძიება დასრულებული არ იყო და მათ შორის ამ პოლიცსაბჭოს განცხადებაში მითითებულია, რომ უნდა იყოს გამოძიება ბოლომდე მიყვანილი, იმიტომ რომ სრული ვრცელია საკმაოდ ეს პოლიცსაბჭოს განცხადება და არა მხოლოდ ეს კონკრეტული ამონარიდი და ზუსტად მივიდა იქამდე, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოძიების და მრავალმხრივი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მივიდა გენერალური პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ ბრალის წარდგენისთვის სათანადო მტკიცებულებები არსებობდა. რაც შეეხება პრემიერად გახდობას, არ უნდა დაგვაუწყდეს მათ შორის გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერებს აქვთ ნათქვამი, რომ არა კონკრეტული ზარი და კონკრეტული ვინ იყო ამ ზარის ავტორი და რომ არა კონკრეტული ზარი საერთოდ არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება მიღებული და მაშინ ჩვენ გაუფრთხილდით ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ჩვენ არ ვიყავით იმდენად ძლიერები. გიორგი გახარიას მისამართით. მაშინ თან პარალელურ რეჟიმში ისევ ლიდერების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, თუ რატომ შეირჩა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია და აქებდნენ. 2012 წლის შემდეგ ბეწვის ხიდზე გვიწევს ჩვენ სიარული და როგორც გვიწევდა ჩვენს გუნდს წარსულში სამწუხაროდ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ისევ გვიწევს რომ დანის პირზე ვიაროთ და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესები გარკვეული ძალების მხრიდან რომელიც არ არიან ნამდვილად კეთილმოსურნეები არასდროს არ გამქრალა არც წარსულში, არც ახლა გამქრალა და არც მომავალში არ გაქრება და ზუსტად რადგანაც ეს ინტერესები არსებობდა და მაშინ როდესაც არც ჩვენი გუნდი არ იყო იმდენად ძლიერი და ძალიან ბევრი ადამიანის გასვლა, ღალატი და შემდეგ ამ ადამიანების პირდაპირ ილუსტრაციას ვნახეთ, არაერთი სახელები და გვარების ჩამოთვლა უბრალოდ არ მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ ადამიანებზე გვაქვს, რომელ ადამიანებზე გვაქვს ხედველობაში. და როდესაც ეს სიმყარე არ იყო, მაშინ გვიწევდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც ვიცოდით რომ იყო კომპრომისი და ამ კომპრომისზე წასვლა ისევ და ისევ აუცილებელი იყო ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მათ შორის ასეთივე კომპრომისი იყო, როდესაც ქალბატონი ლომჯარია გახდა სახალხო დამცველი. მათ შორის კომპრომისი იყო, როდესაც გარკვეულ თანამდებობებზე მოუწია მათ შორის საპარლამენტო გუნდსაც კონკრეტული პირების გამწესებაზე გადაწყვეტილებების მიღება. და ეს იყო სამწუხარო მოვლენა. მათ შორის ჩვენ 2020 წელს ისევ და ისევ გარედან მართული პროცესის შედეგად მოგვიწია რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავსულიყავით. პირველი ნომერი იყო გიორგი გახარიას, ყველაფერი კომპრომისის შედეგი იყო. სამწუხაროდ ასეა, მაგრამ როდესაც ჩვენს ქვეყანაში თავად გაძლიერდა გუნდიც, ქართულმა ხალხმაც ძალიან ბევრი სიმართლე გაიგო და დარწმუნდა ჩვენი გადაწყვეტილების სიმართლეში. მართვის დროს ძალიან აქებდნენ მაშინდელ პრემიერს, ეს ყველაფერი იყო, ანუ არ იყო ეს გულწრფელი იქება? ნახეთ, ერთია კონკრეტული გადაწყვეტილებები და მეორე კონკრეტული დანაშაულები. და ქმედებები, რომელთა დავიცვათ პრეზუმცია და კონკრეტული ქმედებები, რომელთა შინაარსიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს, როგორც ეს გენერალურმა პროკურორმა დღეს განაცხადა. ადამიანმა თითოეულ თავის ქმედებაზე უნდა აღვოს პასუხი და ჩვენ გიორგი გახარიასგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ იგი იყო ბრძანებების გამცემი 20 ივნის და იგი იღებდა სრულ პასუხისმგებლობას. თუმცა თქვა რომ რეჟიმის ტყვეების გამოყენების ბრძანება მას არ გაუწია და მხოლოდ სიცოცხლის საფრთხის შემთხვევაში ძალიან ბევრი მოიტყვა, რაც ნახა ქართულმა საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობის დროს. მათ შორის ამ ადამიანმა მოიტყვა, ჯერ არ ახსოვდა რომელ დიპლომატთან ერთად იყო კონკრეტულ ოთახში და ამ ოთახში ვინ იყვნენ კიდევ. შემდეგ, როდესაც გაახსენეს ეს ყველაფერი უარყო, შემდეგ მოუწია დადასტურება ერთი ცრუპენტელა კაცია, რომელიც ახლა, როგორც თვითონვე თქვა, უცხოეთში ექსპერტად არის გამწესებული. ჩორჩანას ეპიზოდზე რომ გადავიდეთ, ბატონო არჩილ, ნახეთ, ჩორჩანას ეპიზოდზე ედავებიან, რომ არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული შესაბამისი უწყებები, არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული პრემიერი, რომ დაიკარგა დამატებით 1 ჰექტარი ტყის მასივი და რომ შეიქმნა სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის რისკი. თუმცა ჩვენ მოვისმენთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც იგივე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ იყო შეთანხმებული მაგალითად მასთან აი ამ გეგმის შესახებ. ვისთან იყო შეთანხმებული? ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრიც გამოიძახეს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე. მოდი გავიხსენოთ თუ რა პოზიცია ეკავა მაშინ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და იყო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მისი პირდაპირ მოვალეობა იყო, რომ რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობებინა პრემიერ-მინისტრისთვის, მისგან მიეღო თანხმობა, ამავდროულად ჩაეყენებინა ინფორმაცია მიეწოდებინა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი რისკების დასაზღვევად და თუ რისკები არ იქნებოდა მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაედგა ნაბეჭი, რაც არ მოხდარა და რაც მთავარია, კიდევ ერთი მთავარი, აუცილებლად სამშვიდობო მისიისთვის უნდა ეცნობებინა და ნებისმიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ამ მისიასთან შეთანხმებული. მათ შორის სულ რომ ძალიან ტექნიკურ საკითხებზე იყოს საუბარი, გამომდინარე იქიდან რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება და ტერიტორიებთან ახლო
ახლოს მდებარე სხვა ტერიტორიებს ეხება საკითხი, აუცილებელია მნიშვნელოვანი იყო პრეტენზიები გუნდის შიგნით. მესმის რომ ხება ამ კითხვების ადრესატი თქვენ არ იყოთ, იმიტომ რომ მაშინ თქვა არიყავით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაგრამ აი გუნდის შიგნით მაინც იღებდა ამ ყველაფერზე ის შენიშვნა პრეტენზიებს. საპარლამენტო გუნდის წევრი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ქართული ოცნების წევრი ნამდვილად ვიყავი და არც თუ ისე შორს ვიყავი. არც თუ ისე შორს იღებდა მაინც შიგნით მაინც ინფორმაცია არ ყოფილიყო საჯარო. რა თქმა უნდა იყო პრეტენზიები, რა თქმა უნდა იყო დასაბუთებული პრეტენზიები მის მიმართ. და რას პასუხობდა ის? იმას, რასაც პასუხობდა საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრების დასმულ კითხვებს. კითხვების პასუხად, რასაც ვისმენდით. ხან ერთს, ხან მეორეს, ერთმანეთსგან აბსოლუტურად გამოვრიცხავ ინფორმაციას იძლეოდა. კი, და ისევ და ისევ. და რატომ? იმიტომ რომ ეს იყო ზარი. დიახ, აი ნახეთ ერთ რა გეკითხებით კიდევ სუსი მაგრამ შედეგი რა არის? აი დავასრულებ 2019 წლის ანგარიში ჩორჩანაზე წერდა სუსი ანგარიში, უკანონო ბორდერიზაციის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირება ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზიდან 250 მეტრის დაშორებით ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო განთავსდა. აი ასე შეაფასა ეს ფაქტი მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. წარმოიდგინეთ ახლა შემთხვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ შეეფასებინა, ანუ იგივე ასეთი შეფასება არ გაეკეთებინა. რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს? და პირიქით უარყოფითად რომ შეეფასებინა საჯაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შინაგან საქმეთა მინისტრის და მაშინ უკვე როდესაც ანგარიში წარმოდგენილი იყო პარლამენტში თუ სწორად მახსოვს უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. ეს იქნებოდა პირდაპირ დარტყმა ქვეყნის ინტერესზე, პირდაპირ დარტყმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაც რა თქმა უნდა არ გაკეთდებოდა. ბევრია ესეთი საკითხი, რომელიც პირდაპირ არ ჟღერდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. და ზუსტადაც იგივე არის გასახული ამავე ანგარიში. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ღიად ვერ ვისაუბრებთ და ღიად ვერ ისაუბრებს ვერც უსაფრთხოების სამსახური დღესაც მიმდინარე მოქმედებებთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომელიც ხდება საიდუმლო, ისევ სპეციფიკიდან გამომდინარე, ისევ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შეუძლებელი იქნებოდა, რომ სხვანაირი შეფასება გაეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს. ბატონო არჩილაი, ჩვენი წინა რესპონდენტით საუბრობდა უკვე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არის ციხეში. სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება და ნუ ბრალს წაუყენებენ გიორგი გახარიასაც. ნუ ის ქვეყანაში არ იმყოფება და ბრალის საყენება მოხდება დაუსწრებლად. აი როგორ სურათს ვიღებთ ქვეყანაში, როდესაც ანუ ოპოზიციის თქვათ ოპოზიციონერი აქტორების ნაწილი არის ციხეში, ლიდერები არიან ციხეში. ეს როგორ აისახება ხელისუფლების იმიჯზე და რეპუტაციაზე? ხელისუფლების იმიჯი აისახება პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა. და ზუსტად ეს არის დემოკრატიის უმთავრესი ქვაკუთხედი და დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს საგამოძიებო სამსახურები, ვერავინ ვერ უნდა შეძლოს მასში ჩარევა, ვერავითარი დავალების მიცემა, რაც ასეც არის ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით, უზენაესი კანონით კონსტიტუციით გათვალისწინებული და რაც მთავარია, თუ პირი ჩაიდეს დანაშაულს, მან დიახაც პასუხი უნდა ააგოს. 1999 წლიდან სისხლის სამართლის კოდექსში, 95 წლიდან საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგენა არის აუცილებელი და სავალდებულო. იგივე წერია პარლამენტის რეგლამენტში. 99 წლიდან პირდაპირ მითითებულია, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. და რა ვნახეთ ჩვენ, რომ მაგალითად გარკვეულმა ლიდერებმა, რომლებიც პირდაპირ გაერთიანებულები არიან ნაციონალურ სექტაში და პირდაპირ აგენტებს წარმოადგენენ, ეს პოლიტიკური შეფასება, მაგრამ რა, თვით დაპატიმრების რეჟიმში გადავიდნენ ადამიანები. იცოდნენ, რომ ჩაიდედნენ დანაშაულს, იცოდნენ, რომ ჩადიოდნენ დანაშაულს და დიახ, ეს პირები წავიდნენ პირდაპირ ამ დანაშაულის ჩადენაზე. იგივე შეიძლება თქვათ სხვა პირების შემთხვევაში. მაგალითად, ხაზარაძე ჯაბარიძესთან დაკავშირებით, რამდენი პოლიტიკური განცხადება ვიხილეთ, ეგრეთ წოდებული დიპლომატებისგან, რამდენი განცხადება და სხვადასხვა ბიუროკრატიისგან. რამდენი განცხადება მოვისმენთ რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან, სადაც პირდაპირ პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად იყო შეფასებული და შედეგი რა არის? შედეგი არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ როგორც საგამოძიებო სამსახურების, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულ შესაბამისობაშია ევროპულ კონვენციასთან. არც ერთი ადამიანის უფლება დარღვეული არ არის.
მაგრამ საპასუხოდ არც ერთი ბოდიში, არც ეგრეთ წოდებული დიპლომატებისგან, არც ბიუროკრატიისგან, არც ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს რო პოლიტიკოსებს უწოდებენ, ან პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანისგან არ მოგვისმენია. შემდეგ გადაერთვებიან ხოლმე ერთი საკითხიდან მეორეზე და ყოველთვის ცდილობენ რომ მარსაჯულებას გაექცნენ კონკრეტული საკითხების პოლიტიზირების მცდელობას. ბოლო შეკითხვებს დაგისვამთ ერთ-ერთი მთავარი რაც უკავშირდება მოლოდინი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამ თემის ნაწილია იგივე პასეს დელეგაციის ვიზიტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების როგორც თქვენმა თანაგუნდელებმა გააკეთეს განცხადებები იქ იყო გზავნილებით თითქოს მათ გამოთქვეს სურვილი რომ საქართველოს დაბრუნდეს ქართული დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია ქართულ დელეგაციას მუშაობა შეჩერებული აქვს ანუ რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ქართულმა დელეგაციამ აღადგინოს მუშაობა საპარლამენტო. ანუ რა გზავნილით დატოვეს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა, იმიტომ რომ ვიცით რომ მათ მხოლოდ კითხვები დასვეს და ესეთი კონკრეტული განცხადებები და პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოზიციების საფიქსირებისგან ადამიანები თავს იკავებენ, როდესაც მათი კოლეგები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და არავითარ ფაქტებზე არ საუბრობენ, ზუსტად იგივე რატომ დატოვა მაგალითად საქართველოს დელეგაცია წარმომადგენლობა. ერთი მარტო მიზეზიდან გამომდინარე. ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩადეს. წითელი ხაზია ეს ხელისუფლებისთვის და არის პერსპექტივა, არის ალბათობა, რომ ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართული მხარე დელეგაციის დაბრუნების პირობა დაყენებს ამ ჩანაწერის გადახედვას. არსებობს თუ არა ალბათობა, რომ თქვა ეს ჩანაწერი გადაიხედოს და თქვენი პირობა დაკმაყოფილდეს და არის თუ არა შანსი იმის, რომ ქართულმა დელეგაციამ დაიწყოს განაახლოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც იანვრიდან შეჩერება. პარლამენტის თავმჯდომარეს ესხები, რომ ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ. ჩვენ ვართ გამოუსწორებელი ოპტიმისტები და გვაქვს მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ აკეთებენ სრულიად უსაფუძვლო და დამუსახურებელ განცხადებებს და კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს პირდაპირ გაშავების წელობებიც არის, მაშინ როდესაც არ ცნობენ ეუთოუდირის დასკვნას და ჩვენ გვიწევდა ეუთოუდირის დასკვნა, მათ შორის ევრობიუროკრატიისგან ეს წარმოუდგენელია, მათ შორის როდესაც ევროპის საბჭოში ჩვენ წარმომადგენლობას უარი ვთქვით ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი დასაბუთების გარეშე პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებულად ჩაწერილი იქნა, რომ არჩევნები არ შედგა და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გამოეხატათ თავიანთინება და აუცილებლად უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. აი, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას მოისმენ, რა თქმა უნდა, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილს და პასუხისმგებლიან ხელისუფალს აუცილებელი ვალდებულება აქვს, რომ პასუხი გასცეს თითოეულ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს. ნახო დანარჩენი როგორ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შეგიძლება დაგრჩათ, მათი განწყობა როგორი იყო თქვენთან საუბრისას, იმიტომ რომ იყო შეხვედრა 2 დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან. მათ შორის მეც შევხვდი გუშინ. დაისვა კითხვები და ამ კითხვებზე გაეცათ თითოეულ შემთხვევაში ფაქტებზე დაყრდნობით პასუხები, როგორც სამართლებრივი ჭრილში, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. და კარგია, დიახ, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ღია თუ დახურულ ფორმატში გავცეთ ყველა დასმულ კითხვას პასუხი. სამწუხაროდ ხშირია ხოლმე, რომ როდესაც ჩვენ არგუმენტები გვაქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და არგუმენტების გარეშე ჩვენ ქართული ხალხის დავალებას არასდროს არ ვასრულებთ, მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებები არის ხოლმე მიღებული, მაგრამ შემდეგ ვისმენთ შეფასებებს და არა მხოლოდ ჩვენი განცხადებების საპასუხოდ, არამედ ხედავთ, რომ მაგალითად ევროპარლამენტში მიიღება რეზოლუციები, ანგარიშები კომისიის მხრიდან გასაჯაროვდება, მაშინ, როდესაც არის აბსოლუტურ ტყუილებზე საუბარი. აქ აღარ არის ფაქტების მის ინტერპრეტაციაზე ან განსხვავებულ შეფასებებზე, არა, აბსოლუტური ტყუილების ჩანაწერი ხდება სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც ისევ და ისევ ევროპულ სტრუქტურებში იწერება ჩვენს ქვეყანაზე ანგარიშები, სადაც ჩვენ ვართ ლიდერები, მოწინავეები მოლდოვაზე, უკრაინაზე. ნახოთ, დაბრუნდეთ საპარლამენტო ასამბლეაში. თუ შეიცვლება დამოკიდებულება, თუ უკან იქნება წაღებული მათივე ჩანაწერი, დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა ვზათვართ, რომ აღვადგინოთ ჩვენი წარმომადგენლობა, ამავდროულად ჩვენ ვრჩებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები და დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ სვლას. თქვა, რომ მათ სურვილი აქვთ, რომ დაუბრუნდეთ, ანუ იყო აი ასეთი სურვილი გაჟღერებული ამ შეხვედრაზე? გამოითქვა გულისწუხილი, რომ ჩვენ დავტოვეთ ჩვენმა დელეგაციამ დატოვა წევრობა, შეაჩერა უпростоრად წევრობა საპარლამენტო
პარლამენტო ასამბლეაში და ყველა მიცის თუ რატომაც შეაჩერა. დანარჩენი ჩვენგანაც დაფიქსირებული იქნება პოზიცია, უკან იქნება უკან წაღებული გადაწყვეტილება, იქნება უკან წაღებული უსამართლობა და აბსოლუტური სიცრუე. დიახ, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და დავრუნდებით. და ბოლოს ევროკომისიის ბოლომწვევი ანგარიშის საფუძველზე ბუნებრივია კიდევ უფრო გაიზარდა მოლოდინები იმ ანგარიშის მიმართ, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს უკვე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. ვიცით, რომ დეკემბერში გამოქვეყნდება ეს ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ქვეყნები, მათ შორის საქართველო ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ თქვან, რომ ევროკომისიის ცოტა ხნის წინანდელი გაფართოების ანგარიში, რომელიც იყო ძალიან მძიმე შინაარსი საქართველოსთვის, არის გამოღვიძების ბოლო ზარი საქართველოსთვის. სწორედ აი ამ განცხადებების ანგარიშის მძიმე შინაარსის გათვალისწინებით გაიზარდა თუ არა საფრთხე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება 2017 წლის გადაწყვეტილებას გადახედონ და uvizო რეჟიმის გადახედვა მოუხდეთ. დღეს ისეთი განცხადებები გააკეთა ბატონმა ჰერცისკი, რომ ასკარად მას სჭირდება გამოღვიძება პირველ რიგში. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომელიც გასულია ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტისგან, რომელიც აცხადებს, რომ თურმე საქართველოს წინ უსწრებს უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ, როდესაც მაგალითად მოლდოვაში იხურება ერთმანეთის მიყოლებით მაუწყებლები და თავისუფალი სიტყვის თქმა არის შეუძლებელი, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიის წევრს და არჩევნებში მონაწილე პირს არჩევნების მონაწილეობის შუაში უწყდება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას დაელაპარაკოს და მისი მხარდაჭერა მოიპოვოს. უკაცრავად ეს ყოფილა თურმე დემოკრატია და ეს ამით ყოფილა ხელისუფლება არის ერთგული ევროპული გავაგზავნებთ თუ შეიძლება ეს განცხადებები ევროპული კურსი ძალიან ესეთია ხომაღალი განცხადებებია ხოლმე მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით რომ კორუფცია ყვავის არ არსებობს თავისუფალი სიტყვა არ არსებობს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური თავისუფლება პარტიებს და პირებს უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევათ მაშინ როდესაც თუნდაც მოლდოვა არ აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ არ აგზავნის თავის მოხალისეებს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ რომ საკუთარი თავი დაიცვას მხოლოდ კრიტიკას იღებს საქართველოს და ძალიან დიდი ბოდიში აქ არ ბნელა და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს ამიტომ კეთილინებოს ყველამ და კარგად გაითავისოს რომ როდესაც ასეთი ანგარიშები იწერება ასეთი განცხადებები კეთდება ამიტომაც არის რომ ქართველ მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობას ქართველ ხალხს აქვს ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის სიმართლე და ჩვენთვის მთავარი არის სამართლიანობა. როდესაც ჩვენ არ ვიღებთ სამართლიან დამოკიდებულებას, მაგიტომაც არის რომ ყოველთვის ვიმართლებთ ხოლმე ხმას და კეთილი ინებონ და ისაუბრონ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დიდი მადლობა არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში გადაცემა დღის თემა ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.